ბავშვებო, რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა რაიმე აქტოებიდან სახლში მარტო ბრუნდებით, მშობელი კი ყოველ წუთს გირეკავთ და გეკითხებათ: სად ხარ? მორჩი? ავტობუსი მოვიდა? ჩაჯექი? დაჯექი? სახლში რამდენ წუთში იქნები? აი ეს კითხვები ჩემთან მას შემდეგ დასრულდა, რაც მშობლებმა ლაჯენიოს სმარტ საათი მიყიდეს. ეს არის უსაფრთხო კომუნიკაცია ჩვენსა და მშობლებს შორის. ნახეთ, იკეთებ ხელზე და მიდიხარ. ჩვენ დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები ვართ, მშობლები ინფორმირებულები და მშვიდები. მე დამიანე ნავაძე ვარ, ტექრევიუერი. თქვენ კი გამოიწერეთ ზუმერის არხი, რათა არ გამოგჩეთ ტექს სიახლეები. დღეს გაჩვენებ და განვიხილოთ ლაჯენიოს საბავშვო სმარტ საათების ოქროს 4 ხელს, რომლის ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ რომელიმე ერთის ქონა. ესენია K3, K5, K9 და K10. ნახოთ რომელი მათგანი გახდება თქვენთვის საუკეთესო. მოდელებს ძირითადი მახასიათებლები ერთნაირი აქვს, თუმცა მცირე განსხვავებებს მაინც აღმოაჩენთ. ლაჯენიოს სმარტ საათები უმარტივესად კავშირდება მშობლის ტელეფონთან. უბრალოდ მშობელმა უნდა გადმოიწეროს აპლიკაცია უფასოდ, დარეგისტრდეს და მორჩა. თქვენსა და მშობელს შორის კავშირი დაწყებულია. ხო მართლა, მშობელს წვდომა აქვს სმარტ საათის ნებისმიერ ფუნქციასთან, მაინც რომ იცოდეთ. დავიწყოთ ლაჯენიო K3. ეს მოდელი იდეალურია ყველაზე პატარებისთვის, ვისაც პირველი საათი სჭირდება. ის ძალიან მსუბუქია და აქვს სახალისო დიზაინი. მას აქვს ორმხრივი ზარები, ფანარი, რაც ბავშვებს ძალიან ართობს. და ვისაც მათემატიკური თამაშიც გიყვართ, მსგავს თამაშსაც აღმოაჩენთ. თქვენმა მშობლებმა კი ყოველთვის იციან სად ხართ LBS ლოკაციის დახმარებით. ეს არის მარტივი, გამძლე და ბიუჯეტური არჩევანი პირველი გამოცდილებისთვის. შემდეგი არის ლაჯენიო K5. აქ უკვე გვაქვს ფოტოკამერა, რომელთაც შეგიძლიათ ფოტოები გადაიღოთ და მშობლებს გაუგზავნოთ. დიზაინი უფრო თანამედროვეა და ეკრანი საკმაოდ მკვეთრი. ხო, არ დამავიწყდეს, რომ K3-ს და K5-ს მოყვება 2-2 სამაჯური, რაც იმას ნიშნავს, რომ ყიდულობ 1-ს, რეალურად კი 2 საათი გაქვს. ახლა კი გადავიდეთ ერთ-ერთ ბესტსელერზე. ლაჯენიო K9. ეს არის სრულიად სხვადასხვა, რადგან მას აქვს 4G მხარდაჭერა. აქ GPS ლოკაცია ბევრად უფრო სწრაფია. ასევე აქვს სოსხილაკი. საგანგებო სიტუაციაში თქვენ მას ეთითის დაჭერით ყისიერად დაუკავშირდებით მშობელს. ეს არის საათი, რომელთაც მშობელს არ ანერვიულებთ. K9-ს მთავარი პლუსი ვიდეოზარი და AI-ა. მშობლებო, თქვენ არ მხოლოდ გესმით, არამედ ხედავთ კიდეც თქვენ შვილს თქვენივე მონიშნულ უსაფრთხო ლოკაციაზე, ნებისმიერ დროს. და ბოლოს ლაჯენიო K10. ეს არის ხაზის პრემიუმ წარმომადგენელი. ეს მოდელი უფრო მეტად ჰგავს უფროსების სმარტ საათს, რაც უფრო cool-ს გაგხდით. მას აქვს საუკეთესო პროცესორი და მეხსიერება. ასევე ორივე მშობელს ერთდროულად შეუძლია თქვენთან დაკავშირება. მენიუ მუშაობს ძალიან სწრაფად და შეფერხების გარეშე. მასში გაერთიანებულია წინა მოდელების ყველა სიკეთე: სოსხილაკი, ვიდეოზარი, ზუსტი ლოკაცია, Wi-Fi კავშირი და ელემენტის 2-3 დღიანი ხანგრძლივობა, რაც დამეთანხმებით დიდი კომფორტია. რომ შევაჯამოთ პატარებისთვის და პირველი ნაბიჯებისთვის K3, ვისაც ფოტოების გადაღება უყვარს K5, მათთვის, ვისაც ვიდეო კავშირი და მაქსიმალური უსაფრთხოება სურს K9, ხოლო ყველაზე დახვეწილი და სწრაფი მოდელის მოყვარულთათვის K10. რომელ საირჩევდით თქვენთვის? დამიწერეთ კომენტარებში. მე პირადად K10 მომეწონა. იმედია კარგ არჩევანს გააკეთებთ. ნახვამდის!